მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, გილოცავთ ახალ წელს და ვისაუბროთ წონაში კლებაზე ახალი წლის მერე. სინამდვილეში ვარჯიშთან დაკავშირებით ვისაუბრებთ და ასევე წონაში კლებაში ახალი წლის მერეც. ხო, უნდა ვთქვათ, რომ 1-2 კილოს მომატება ნორმად მიიჩნევა დღესასწაულებზე და ამის გამო არ უნდა დაისტრესოს არავინ, 3 კილოც მეტნაკლებად ნორმაა, ამ 3 კილოდან სუფთა ცხიმი რა თქმა უნდა არ არის 3 კილო. დაახლოებით 9 კილო არის ხოლმე სუფთა ცხიმი და 2.5 კილო არის შეკავებული წყალი. შესაბამისად საკუთარი თავი არ უნდა გავსაჯოთ, მწვავეთ, მაგრამ სულ ან არაფრის პრინციპითაც არ უნდა ვიყოთ. მაგალითად არ ნიშნავს, რომ დღეს თუ ბევრი ვჭამე, დღის ბოლოსაც ძალიან ბევრი უნდა ვჭამო, თუ შემიძლია რომ ზომიერება გამოვიჩინო, უნდა გამოვიჩინო და მეორე დღესაც. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავი შეიკავო ახალ წელს და არ ჭამო გემრიელად, უნდა ჭამო რაც გინდა, მაგრამ მეტნაკლებად უნდა ეცადო ზომიერება, რამდენადაც შეგიძლია მაგის ფარგლებში. საკუთარი თავი არ უნდა განსაჯო, უნდა მივდგე ემპათიით, იმიტომ რომ ესეთი პერიოდები იშვიათად არის. და ახალი მოტივაციით, ენერგიით, შემართებით უნდა შევუდგეთ ვინ წონაში იკლებს, წონაში კლებას, ან წონის შენარჩუნებას, ვინც არ იკლებს. ეხლა ვთქვათ, ვარჯიშს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ვარჯიში ერთ-ერთი რო ავიღოთ, მაგალითად წამლები, რომელიც გუნებაგანწყობას აუმჯობესებს. თუ ვიტყვით, რომ ყველაზე ძლიერი წამალი არის 10-დან 10 და საშუალო წამალი არის 10-დან 5, ვარჯიში არის 10-დან 8. ანუ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სწრაფად მოქმედი წამალია ვარჯიში გუნებაგანწყობის გასაუმჯობესებლად. ვარჯიში ამცირებს კარდიოვასკულარული გულსისხლძარღვთა დაავადების რისკებს დაახლოებით 50%-ით და ძალიან ძლიერი კავშირია ვარჯიშსა და დეპრესიას შორის. დეპრესიას მნიშვნელოვნად ამცირებს. ემოციური კვება კიდე მნიშვნელოვნად დაკავშირებულია დეპრესიასთან და დოფამინის დაბალ დონესთან და ამასაც ვარჯიში აუმჯობესებს. ვარჯიში დაახლოებით 30% ამცირებს დეპრესიის შანსს და ძილს აუმჯობესებს 65%. ანუ წარმოუდგენლად მნიშვნელოვან რაღაცებს აკეთებს ვარჯიში, განსაკუთრებით ძილი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ კორტიზოლი დარეგულირდეს, სტრესის ჰორმონი და ზომიერი კორტიზოლი და კარგი ძილი ნიშნავს ნაკლებ მადას და ნაკლებად ტკბილეულის ჭამას და ნაკლებად წონაში მატებას. ვარჯიში ასტიმულებს ენდორფინებს. ენდორფინები გამუშავება ჩვენ თავის ტვინში და აი კაიფის და სიამოვნების შეგრძნებას აძლევს ადამიანს. ასევე მეხსიერება უმჯობესდება ადამიანებში, ვინც ვარჯიშობს და ვინც ვარჯიშობს დაახლოებით 3.5 წლით მეტს ცოცხლობს, ვიდრე ის ადამიანები, ვინც არ ვარჯიშობენ. და ამ შედეგის მისაღწევად განაბევრია საჭირო, ამით კვირის განმავლობაში 150 წუთი ვარჯიშიც საკმარისია, რომ იგივე შენ თავთან შედარებით, რომელიც არის ვარჯიშებდა, დაახლოებით 3 წელიწად-ნახევარით მეტი იცოცხლო. ან პირდაპირ კავშირშია მოკლედ ვარჯიშის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. ახლა კითხვა იქნება, რომ რა არის ვარჯიშის დოზა, რომელიც ყველაზე მაქსიმალურად დაკავშირებულია სიცოცხლის ყველაზე დიდ ხანგრძლივობასთან, მაგრამ არა ისეთი მაღალი დოზა, რომელიც მერე უკვე ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის. ეგეთი არის დაახლოებით 600 წუთი კვირის განმავლობაში. 600 წუთი არის საათზე მეტი რა, დღის განმავლობაში, რომ აი 1 საათზე მეტი, საათნახევრის ფარგლებში რომ ივარჯიშო, დღის განმავლობაში საშუალო დონის აქტივობა, თქვათ, სიარული, მაგალითად 1 საათი რომ ჩქარნაბიჯი სიარო და 1-30 წუთი კიდე ცოტა რაღაც აერობული ვარჯიშები ივარჯიშო უხეშად, მეტნაკლებობით. ხო, მაგის მეტი აღარაა საჭირო დღის განმავლობაში, ანუ თუმცა ის არ არის, რომ ვინც მეტს ვარჯიშობს, უფრო ცოტა ხანს ცოცხლობს, ესე არ არის, მაგრამ ეგ მიიჩნევა, რომ აი ესეთი ზღვარია, რომ უკვე ძალიან მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყველაფერს და ზღრულად აუმჯობესებს. მის იქით უკვე დიდად შედეგი აღარ უმჯობესდება ჯანმრთელობის კუთხით.
თუ ვიტყვით ძლიერ ვარჯიშებს, მაგალითად წონებით ვინც ვარჯიშობენ, სპორტდარბაზში ვინც ვარჯიშობენ, დაახლოებით კვირის განმავლობაში 300 წუთი მიიჩნევა ეგრე, უხეშად თითქმის 1 საათი დღის განმავლობაში. ცოტა ნაკლები. ახლა ვთქვათ, როგორი და როგორი სახის ვარჯიშები გვაქვს ორი ძირითადი სახის ვარჯიში, კარდიო და ძალისმიერი, იგივე აერობული და ანაერობული. აერობიკა გაგიგიათ ალბათ ხო? ეგ არის აერობული ვარჯიშები იგივე. როგორია, კარდიო იგივე აერობული, ერთი და იგივეებია, ეს არის მაგალითად სიარული, სირბილი, ცურვა, ცეკვა, ფეხბურთის თამაში, ჩოგბურთის თამაში. ძალისმიერი ვარჯიშებია, შტანგებით რომ ვარჯიშობენ, ან აზიდვები, საკუთარი წონებით ვარჯიშები, ბუქნები, ესენი მიეკუთვნება ძალისმიერ ვარჯიშებს. ორივეს აქვს თავისი დიდი უპირატესობები, მაგალითად ჯამში უფრო მეტ კალორიას წვავს, თუ ვარჯიშის დროს უფრო მეტ კალორიას წვავს აერობული ვარჯიშები, მაგრამ მაგალითად ვარჯიშის შემდეგაც წვავს მეტად ანაერობული ვარჯიშები. შესაბამისად ეს უპირატესობა აქვს. ანაერობული ვარჯიშები ასევე კუნთების შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც რეალურად დიდი პრობლემაა, რადგან ადამიანებს კუნთები განელევათ ასაკთან ერთად. და ასევე, როცა წონაში იკლებს, დაახლოებით 20-25% შეიძლება დაკლებული წონის იყოს კუნთების ხარჯზე. კუნთების განილევა, ამიტომ კვირაში 2 ჯერ მინიმუმ ვარჯიში გეხმარება, რომ კუნთები შეინარჩუნო. და მიჩნეულია, რომ ყველაზე საუკეთესო პრაქტიკა არის ორივეს მონაცვლეობა, ორივეს ვარჯიში, კარდიოც და ძალისმიერი ვარჯიშებიც. და ორივეს ერთად თუ უმონაცვლეებ, 20%-ით უკეთესი შედეგი გექნება, ვიდრე ცალ-ცალკე რომელიმეს. ანუ ორივე მნიშვნელოვანია მოკლედ. ეხლა ყველაზე კარგ რეჟიმად რომელი მიიჩნევა კვირის განმავლობაში უმეტეს დღეებში, რომ კარდიო ვარჯიშები, ანუ აერობული და მინიმუმ 2 დღე ან 3 დღე ანაერობული ვარჯიშები. ეგ მიიჩნევა ყველაზე საუკეთესო პრაქტიკად. უხეშად 10,000 ნაბიჯი დღის განმავლობაში ჭარბი წონის და სიმსუქნის რისკს ამცირებს დაახლოებით 45%-ით. და ასევე ეს სიარული 10,000 ნაბიჯი ცხიმების წვას მნიშვნელოვნად აძლიერებს. ასევე არა ვარჯიშის აქტივობები ქვია non-exercise activity thermogenesis, ესე ქვია ინგლისურად, NEAT-ს ეძახიან და ეგ რას ნიშნავს? აი სახლს რომ ალაგებ მაგალითად, ან დადიხარ, დგახარ, თებშებს რეცხავ, რაღაც ესეთებს რო აკეთებ, თუ კი აქტიურობ ამ რაღაცეებში, 15-დან 30%-მდე შეიძლება აჩქარო შენი მეტაბოლიზმი, ამდენად მნიშვნელოვანია, ამიტომ მაქსიმალურად აი ყოჩაღს რო ეძახით რა და მე ეგეთი უნდა იყოს და ბევრად უფრო ჩქარი მეტაბოლიზმი ექნება. და კიდე ერთი სახეობა ვარჯიშის, რომელსაც ეძახიან მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშს და მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშმა შეიძინა ბოლო ხანებში ძალიან დიდი პოპულარობა, ვინაიდან ეს არის ჰიბრიდი, აი რო წარმოიდგინოთ, არის ჰიბრიდი აერობული და ანაერობული ვარჯიშის. მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობ, თქვათ 45 წამი ან 30 წამი, მერე 1 წუთი ისვენებ. მერე ისევ მაღალი ინტენსივობით ვარჯიშებ, ისევ ისვენებ და ამას იმეორებ 8 ჯერ ან 10 ჯერ. აი ეს არის აზრი მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიში. დაახლოებით 20-30 წუთი ვარჯიშობ ჯამში. აი მაგალითად 30 წამი დარბიხარ მთელი სიჩქარით სპრინტით, მერე 1 წუთი დადიხარ, ანუ 1-დან 2 წუთი დადიხარ, მერე ისევ 30 წამი გარბიხარ, მერე ისევ 1-ან 2 წუთი დადიხარ და ამას გაიმეორებ 8 ჯერ ან 10 ჯერ. და ეს არის დაახლოებით 20 წუთი. და ეს მიიჩნევა მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშად, რომელიც ბევრად ეფექტურია ვიდრე ცალკე აღებული კარდიო, ვიდრე ცალკე აღებული ძალისმიერი ვარჯიშები, ბევრად უფრო ეფექტურია ყველაფრით, ანუ წონაში კლებისთვისაც, მუცლის ცხიმების დაწვისთვისაც, ვარჯიშის შემდეგ კალორიების დაწვისთვისაც, ანუ უზარმაზარი უპირატესობები აქვს. ეხლა ვთქვათ კიდე მეორე ვარიანტი, რომელია პოპულარული.
აი მაგალითად ბუქნები გააკეთე 45 წამი, მერე 15 წამი დაისვენე. მერე მაგალითად აზიდვები გააკეთე 45 წამი, მერე 15 წამი დაისვენე. მერე მაგალითად აი კინგბოქსინგის მუშტების ქნება გააკეთე მაგალითად 45 წამი, ისე 15 წუთი დაისვენე. მერე შეიძლება მაგალითად გირებით აი ესე რო აკეთებენ გირების აზიდვა ესე გააკეთო მაგალითად 45 წამის განმავლობაში, მერე დაისვენო ისე და აი ესე გააკეთო 4-ჯერ 5-ჯერ. ესეც ერთ ციკლად მიიჩნევა ჯამში, ანუ ეს მიმდევრობები გააკეთო მეორე წრეზე, მესამე წრეზე, მეოთხე წრეზე საკმარისია. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს სწორი ტექნიკის შენარჩუნება, სწორი ტექნიკა ნიშნავს რომ ანუ სუნთქვა, როცა მსუბუქ რაღაცას აკეთებ, მსუბუქ მოძრაობას აკეთებ, მაშინ უნდა ჩაისუნთქო ცხვირით, მძიმე როცა ძალას ატან ორგანიზმს, მაშინ უნდა ამოისუნთქო. აი ესეთი სტილის სუნთქვა მნიშვნელოვანია, ცხვირით ჩაისუნთქებ, პირით ამოისუნთქებ. ასევე მაგალითად როცა ძალას ატან შენს სხეულს, ეგ ვარჯიშები ნელა ჯობია რომ გააკეთო, იმიტომ რომ კუნთებს დაადგეს ძალა, მაგრამ თუ ეხა ფეხს იქნევ, ეგ ჯობია რომ ჩქარჩქარა გააკეთო, როგორც მაგალითად სპრინტი, სირბილი, ან ჩქარჩქარა რომ ერთბაშად ენერგია მოიხმაროს ორგანიზმმა. ხო, აი ეს იყო პრინციპში რის თქმაც მინდოდა ვარჯიშთან დაკავშირებით, ვარჯიშს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშს ვიტყოდი რომ არის საუკეთესო, ოღონდ ამას მნიშვნელოვანი შეზღუდვა ის აქვს, რომ თუ ძალიან დამწყებები ხართ, მაშინ თავი შეიკავეთ, იმიტომ რომ ჯერ ცოტა ფიტნეს მდგომარეობაში უნდა შევიდეს ადამიანი, იმიტომ რომ შეიძლება ერთი გული აუცრუდეს, ძალიან ადვილად დაიღალოს და აღარ მოუნდეს მეორე არასწორად რომ რამე გააკეთოთ, კიდე შეიძლება დაიზიანოთ რამე, ამიტომ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშზე ცოტა მერე გადავიდეს ადამიანი, მას შემდეგ რაც შეჩვევა. შეჩვევისთვის ყველაზე კაი ვარიანტი არის რომ ძუნძული ან სიარული. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.